მეგობრებო, გაშლა უნდა გაიგებოთ საერთოდ ახლა მისი გრძნობები თქვენთან როგორია, მისი ცხელი გრძნობები, ანუ რას გრძნობდა აქამდე, ამას არ განვიხილავთ, ეხლა რას გრძნობს. თქვენი ფოტოს დანახვისას, თქვენი სტორის აპლოდისას კიდევ ერთხელ გიშლით აი ამ გიხდით უბრალოდ აი ამ ტრაქტორების და რაღაც გარემო ბუნებრივი ხმების გამო ბოდის, მაგრამ ჩემი ბავშვობის სოფელში ვარ ჩამოსული რამდენიმე დღით და მომიტევეთ ეს ხმაური თუ შეგაწუხეთ. საერთოდ გაშლა ყველა სიტყვა ყველას არ ეხება, ჩემი გაშლები მაშინ მოქმედებს, როცა ნახულობთ და გაშლა არის ორივე სქესის როგორც წესი ჩემი გაშლები, ასე რომ მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ ხოლმე და წავედით ახლა გავიგოთ რომ თუ ჯერ ჩემი ეს ახალი გვერდი, რომელიც მაქვს ერთადერთი გვერდი და ძველი გვერდი, როგორც დამიბლოკეს, გთხოვთ რომ ის გვერდი დატოვოთ, იმიტომ რომ ძალიან თაღლითების ხელშია, მოკლედ გეტყვით და გამოიწეროთ ჩემი ეს ახალი გვერდი, ვისაც გინდათ რომ იყოთ ჩემი გამომწერების სიაში და ჩემგან ახალ-ახალი ვიდეოები მიიღოთ ხოლმე და ინფორმაცია იმისთვის რომ ახალ ვიდეოზე მიიღოთ, უნდა გამოიწეროთ, დააჭიროთ ჩემ ფოტოს, პლუს გააზიაროთ და ლაიკოთ და აკომენტაროთ და ძალიან დიდი მადლობა ამ ენერგოცრისთვის და ყველა თქვენი პირადში თუ არა პირადში მოწერილი სითბოს გამოხატულებისთვის, პირადი გაშლებისთვის პირადში. ვინ არის თქვენი პარტნიორი? რომ გავიგოთ ამდენად თქვენი ეს გაშლა, ვინ არის თქვენი პარტნიორი და ვინ ხართ თქვენ გავიგოთ. ვინ არის თქვენი პარტნიორი და ვინ ხართ თქვენ? თქვენი პარტნიორი წარმოდგენილია პენტაკლის მეფეთ, ძალიან ისეთი მიწიერი პიროვნება, სტაბილური, საყრდენი ადამიანი, სტაბილური ფინანსებით, შემოსავლით, შეიძლება საკუთარი ბიზნესიც გააჩნია, მცირე, ან დიდი ბიზნესი, ან რამდენიმე ბიზნესი, არ არის გამორიცხული, ასევე შეიძლება ბიზნესი არ ქონდეს ყველასთვის საერთო გაშლაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სტაბილური ისეთი მყარი სამუშაო ადგილი აქვს, საიდანაც კარგი ფინანსების მიმღები არის ხელფასის სახით, პრემიების სახით, ძალიან კარგი სახელი აქვს თავის სამუშაო რეჟიმში, პროფესიონალი ერთგვარი თავისი საქმის, თავისი, ანუ დიდი ლეველები აქვს გავლილი იმისთვის, რა თანამდებობაც და რა ხელფასიც და რა დამსახურებაც მას სამუშაო და ფინანსურ რეჟიმში დღესდღეობით აქვს. ასევე უძრავ-მოძრავი ქონების პატრონია, როგორც წესი, სიმყარე აქვს. ასევე შეიძლება წარმოადგენდეს მიწის ციკლას, მგონი არ მithქვია და გეტყვით, მაგრამ საერთოდ გაშლაში ჰოროსკოპებს მაინც ბოლომდე ნუ მივეჯაჭვებით, ზოგისთვის არ იქნება ასე, მაგრამ